Hier spricht eine Stimme aus Amerika. ახალი ამბები შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. ჩვენ ყოველთვის სიმართლეს გეტყვით. ამ სიტყვებით გახსნა ამერიკის ხმის პირველი გადაცემა წამყვანმა უილიამ ჰარლან ჰეილიმ ნიუ-იორკის პატარა სტუდიიდან 1942 წლის 1 თებერვალს. თუმცა მანამ სანამ მართალი სიტყვა მსოფლიოს ყველა კუთხე კუნჭულამდე მიაღწევდა, იქამდე იყო ამბავი, თავისუფლება დაკარგულ ცივილიზებულ სამყაროზე. 1941 წლის მიწურულს, როცა მსოფლიო ომის ალში იყო გახვეული და ჰიტლერის რეჟიმი ელვისის სწრაფით ანგრევდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ინფორმაციის თავისუფლებას ტოტალიტარული პროპაგანდა ანაცვლებდა და ნაცისტური გერმანია ევროპას დეზინფორმაციით მოსავდა. ფაშისტური რადიოსადგურები ყოველდღიურად ავრცელებდნენ ცრუ ამბებს ამერიკის მისი მოკავშირეებისა და ომის შესახებ. მათი მიზანი იყო ევროპელ ხალხს ერწყმუნა, რომ დემოკრატია სუსტდებოდა და ფაშიზმი ახალი მსოფლიო წესრიგი იყო. რეალობის საპასუხოდ პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა გადაწყვიტა ამერიკის ხმა მთელი მსოფლიოსთვის მიეწვდინა. 1941 წელს შეიქმნა ინფორმაციული სააგენტო, რომელსაც დაევალა ფაშისტური პროპაგანდის ფონზე სიმართლე პირდაპირ მიეწვდინა ევროპისა და მსოფლიოს იმ კუთხეებისთვის, სადაც თავისუფალი მედიის ხმა უკვე ჩახშობილი იყო. რუზველტს სწამდა, რომ ინფორმაციულ ბრძოლაში გამარჯვება ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ფრონტის ხაზზე. ამერიკის მიზანი იყო თავისუფალი სამყაროს დასაცავად იარაღთან ერთად სიტყვითაც ებრძოლა. ასე შეიქმნა ამერიკის ხმა, რადიოსადგური, რომელიც მიზნად ისახავდა ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. პირველი გადაცემები გერმანულ ენაზე გადაიცემოდა, მალევე მაუწყებლობა გაფართოვდა. 1942 წლის მიწურულს ამერიკის ხმა უკვე 23 ენაზე გაჟღერდა. თავდაპირველად რადიო გადაცემების მთავარი თემა ნაცისტურ პროპაგანდაზე პასუხი იყო. თუ გერმანული რადიო იტყობინებოდა ამერიკული ჯარების მარცხზე, ამერიკის ხმა მეორე დღეს ამ ინფორმაციას ასწორებდა, ობიექტურ ფაქტებს იძლეოდა და მოვლენების ნამდვილ სურათს აჩვენებდა. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, თუმცა ანალოგიური ფინალი არ ჰქონდა ომს სიტყვის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირში სპეციალური სისტემები და ჯგუფები მოქმედებდნენ იმისთვის, რომ უცხოური მედია საშუალებების სიგნალი ჩაეხშოთ. ტოტალიტარული რეჟიმის რკინის ფარდის შიგნით დამალული რადიო მიმღებით ჯაზის ჰანგებსა და უილის კონოვერის ხმის მიღმა ჩუმად გაგონილი თავისუფალი სიტყვა მილიონობით ადამიანისთვის სწორედ უფრო დიდ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან დასავლურ დემოკრატიულ ფასეულობებთან ზიარებას ნიშნავდა. რადიო მიმღების ქონა დანაშაულებრივ ქმედებასთან ასოცირდებოდა, მაგრამ უსმენდნენ სასჯელის შიშით, თუმცა მაინც. 1947 წელს ამერიკის ხმამ დაიწყო რუსულ ენაზე მაუწყებლობა, რაც საბჭოთა ცენზურას პირდაპირ უპირისპირდებოდა. პასუხი ჰქონდა ბოროტების იმპერიასაც. ამერიკის ხმისთვის სიგნალის ჩახშობის მუდმივ მცდელობაში გამოხატული, თუმცა საბოლოოდ მაინც უშედეგოდ. საბჭოთა კავშირმა ხმა ვერ გააჩუმა. წლების განმავლობაში ამერიკის ხმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისეთი ისტორიული მოვლენების გაშუქებაში, როგორიც იყო ბერლინის ბლოკადა, უნგრეთის აჯანყება თუ პრაღის გაზაფხული. მისმა რადიო ტალღებმა საქართველომდე 1951 წელს მოაღწია. პირველი გადაცემა ქართულ ენაზე სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს გაჟღერდა და აქედან დაიწყო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე მედიის ამბავიც. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია იყო მოწმე ისეთი მოვლენებისა, როგორიც არის დამოუკიდებლობის აღდგენა, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდი, სამოქალაქო დაპირისპირება, რევოლუცია, ომი, რუსული ოკუპაცია თუ დემოკრატიისკენ და დასავლეთისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. დროთა განმავლობაში მედია გარემოს ცვლილებასთან ერთად რადიო ტალღებიდან ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ტელევიზიის ეკრანებსა და სოციალურ სივრცეში გადაინაცვლა, რითაც კიდევ უფრო გაფართოვდა დაფარვის არეალი. 74 წლის განმავლობაში ჟურნალისტების სხვადასხვა თაობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ქართველებს ყველა აქტუალურ თემაზე სანდო და საჭირო ინფორმაციას აწვდიდა. ასე იყო 2025 წლის 15 მარტამდე. ძალიან ვწუხარ იმის გამო, რომ პირველად 83 წლის განმავლობაში ლეგენდარული ამერიკის ხმა იძულებულია დადუმდეს. ამ განცხადებას წინ უსწრებდა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლებისა და სხვა შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებების ზედამხედველი ორგანიზაცია დახურა. ახლა 1300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფება. ჯერ კი ფედერალურ სასამართლოზეა. გამოიყენებს თუ არა უწყება ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შეჩერების მექანიზმს, ისე როგორც ეს საგარეო დახმარების შეჩერების შემთხვევაში მოხდა.